ზუსტად ოჯახში ყავდათ 5 ძაღლი და კიდევ 2 კატა ქობულეთში, ასე უბრალოდ იმიტომ რომ გაალამაზონ სოფელი. მე მგონი კარგი წამოწყებაა, ხო? კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენს პროგრამას. ჩვენ საქმეს მივხედოთ. კარგი. ნატალია ზუიადაძე, ასევე ანა, 2 როტვეილერი, სახელად ერთს ვილი, მეორეს რა ქვია? ვილი. აჰა, ვილი და დღეს ვისაუბრებთ ზუიად ზოგადად ამ ჯიშზე, ხო? როტვეილერებს. როტვეილერებს. მითები დადის. მითები დადის, რომ ძალიან ბევრი მითი დადის კი. და სხვათა შორის სიმართლე რო ვთქვათ, უსაფუძვლოდაც არა. იმდენად შეიცვალა, თქვათ ის როტვეილერები, რაც იყვნენ 25 და 30 წლის უკან და სხვა ტიპები გახდნენ დღეს, ხო? ძალიან ისეთი მოკლედ კარდინალური განსხვავება არის. უწყაპული ხეს რეინა. მომადას კაცუნა თითი რომ აი ეს თითი მინდა ნანუკას დაუგდო. გულად ის გავაკავე. რომელმა თით მარე რა ანუ დროსთან ერთად აგრესია გაქვს რა მათში, თქვათ, ის ინსტინქტი რაც ქონდათ რაც იყო საშიში. ზოგადად მიიჩნევა და რაღაც ხალხი მუსრიებს ეს აზრი და ალბათ ძველი გამოცდილებიდან რომ არის საკმაოდ ისეთი აგრესიული ძაღლი. უიმე. სინამდვილეში დღევანდელი რეალობიდან აი ნახავთ, პატარა ანაზგაზრდილი არის ორივე. თვითონ ავარჯიშებს უვლის ჩართულია მთლიანად ამ პროცესში, არის უერთგულეს ჯიში, ძალიან კარგი ტიპები არიან, ძალიან კარგი კომპანიონები არიან, ერთგულები არიან და სხვათა შორის ანუ მანდ გასაყოფი არის აგრესია ერთია და პატრონის დაცვა მეორეა. ხო, მაშინ მოქმედებენ ისე როგორც უნდა იმოქმედოს. მე ვიტყვი ეს რაღაცა აღარ შეგეწყვეტნებ. თვალით არ ყავდა არც ერთი ნანახი, მოვიდა ორივე, ჩემთან მოვიდა ორივე, მომახდა ლოკა, მეფერა და რა ვიცი, დამაჟდე თავზე დამისე. ძალიან კეთილი ძაღლები არიან. კეთილებია, მაგრამ გარდა ამისა, ვიდრე ნატალიას კითხავთ საშენზე, ანა, შენ ისე პროფესიონალურად ექცევი ამ ხელა ძაღლებს. მოტანილი აქვს საკვები, რომელიც წელზე უკიდია და პატარა ფორიაქისას ანა ძალიან მშვიდად აჭმევს და დაამშვიდოს. ანუ შეგიძლია ხო მათი მართვა, ურთიერთობა მაგათთან? ორივე შენი გასდილია? აი სადუდევს საჭმელი ახლა. მომზადებული არის მოსული. წარმოდგენაც არ მინდა, ანას მინდა რომ ახლა გავტყლიტო და მივიხუტო, ესენი რა შეიძლება და შეხედე, აი ორივე დააბურა ანა. რა უნდა დამარტო რა? ნატალია, შეიძლება რომ რაღაცა მოეჩვენა. გადავიდეთ ახლა ამ კონკრეტულად ამ როტვეილერზე, ეს არის თქვენი საშენის, ერთი არის 6 თვის, მეორე 15 თვის და ორივე არის უზადო პასპორტის თუ დოკუმენტების მფლობელი, ხო? ანუ სხვათა შორის რეინა არის აქაური საშენის საკრევარი, ძალიან სერიოზული საშენია, მაჩუკესეს ძაღლი, ზვერდი და ვამაყობ რომ ჩუკეს. ეს ვაჟბატონი ჩამოსულია პირდაპირ გერმანიიდან. ესეც ისეთი ევროპაში ძალიან ცნობილი საშენია. იყო ქართულად უთხარ ვერ გაიგო. კი. შეიძლება. კი, იმიტომ რომ ვეძებთ, საერთოდ კიდევ 2 მყავს, ისინიც არიან ევროპიდან ჩამოსულები, საინტერესო ნუსხით, საინტერესო ხაზებით და ვეძებ, რომ 2 ძუ და 2 ხვადი მყავს, რომ იყოს ლინეინა რო იცახიან, ხაზი გაგრძელდეს მოკლედ. ხაზი გაგრძელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისე არა, რომ აი ვიღაცა დადის ქუჩაში, შეხვდა ძუს მოდი შევაჯვა და ანუ ეს არ შეიძლება. მაგრამ ზირთად შემთხვევაში მაინც ესე ხდება. შენი რა ხალია ხმადია ძუ. ამიტომ არიან ესეთი ფსიქიკით, რომ სწორი აღარ არის საწველი, გამოდით ხატო. ანაზე წვანან ძაღლები. მე გამაგებინე ზვიად ეს სპეციალურად ჩემთვის მოაწყვე თერაპიაში. ზურგით არიან შენთან. ზურგი და საკეფათო არ არის. რო ადამიანებს ვაჩვენთ აი მართალი თქვა ნატალიამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არამხოლოდ როტვეილერებში, ასევე სულ ცხენი იყოს, ძროხა იყოს, ღორი იქნება ნებისმიერ ცხოველში სწორი სელექცია. ერთი პერიოდი ხო გიამ დააპირა მგონი ვირების მოშენება და მე გახსოვსო და რომ მიიღო დაანება თავი. სტუდიებში რო შევარდებოდა ვირით. მნიშვნელოვანია და აი ზუსტად სწორი მოშენებით ვიღებ ასეთი ხარისხის ძაღლებს, ასეთ ფსიქიკის ძაღლებს, რომელიც სულად უსაფრთხო არიან
რა თქმა უნდა, პატრონისთვის, ბავშვებისთვის და უცხო ადამიანებისთვის. სულ ეთერებიან, აი რაც შემოხვედით, მას მერე საჭველი რაც ამოიღო, იმის მერე სულ გადაიგია. ოჯახის მიმართ, ხალხს მიმართ არ აქვს ეს აგრესია, კარგი სოციალიზაცია საჭიროა ძაღლის ბავშვობიდან. ეს სოციალიზაცია ძალიან აუცილებელი რამეა, ხო, ძაღლისთვის? ძალიან. აი, ეგ ნაწილი არ უნდა გამოტოვო ძაღლის აღზრდისას. ისიც აიყვანე ლეკვი და ლაუშვა თვენახევრის 2 თვის. ყველა აბსოლუტურად რიგრიგობით უნდა დაპატიჟო თქვენი მეგობრები, ისე გააცნო, იმიტომ რომ გაიზრდება, ხო, რომ იცოდეს, რომ ეს ყველა თქვენიანი არის. ქალაქში უნდა გახვიდე შეყო წვირი კამერაში. ანუ სოციალიზაცია აუცილებელია, რომ ყველაფერი როგორც ბავშვს. აი დიდი ეზო გაქვს და გეზარება რომ გაიყვანო. და მე ჩვენი დღეს 1 წლის მერე შეიძლება ესდან გაიყვანო და ძალიან დაისტრესოს ზაღლი, ხო? გარემო იყოს მისთვის ახალი. როგორც ბავშვი, ხო? 5 წლის ბავშვი რომ პირველად გაიყვანო ქალაქში ან სადმე იმაში მუშტაიში წაიყვანო და პირველად რომ შეიძლება ტირილი დაიწყოს ნერვოზი და იგივე ზაღლი. იგივე ზუსტად ზაღლი. ზუსტად. არეთე. ერთი და იგივე. აი რისთვის უნდა ავიყვანოთ როტვეილერი, რა საკმაყოფილებს პატრონისთვის ეს ზაღლი? ხო არიან რაღაცნაირ პრეტენზიული მყიდველები კლიენტები მინდა ეს და ეს. აი როტვეილერი რისთვის არის? ძალიან კარგი კომპანიონები არიან. ასევე არიან ძალიან კარგი მცველები და მოდარაჯეები ტერიტორიის კარგად დაცვა შეუძლებს. რა თქმა უნდა, უკვე გემოვნების ამბავი არის. ცოტა დაყირავეთ. ვის რა მოსწონს, როგორ მოსწონს, ახლა ზოგს უყვარს მაგალითად ესეთი მასიური და დიდი ძაღლები. მეც გვიждები. სხვათა შორის ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ჯიში არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იწვრთნებიან, ძალიან ერთგული ტიპები არიან და ამასთან ერთად კიდევ არიან, მე მიყვარს ზოგადად დიდი ძაღლები. აჰა. იმედია ფაციკო არ უყურებს ეხა ამ გადაცემას რა. ფაციკოს ტელევიზორი არ აქვს. ხო, იმედია როგორ დაწდება ეკა ჩვენი როტვეილერის. ხო, და რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია და ასევე ხასიათი. თუ რა მოგწონს, ხშირად ვარჩევთ ხოლმე თქვა. აი ამათ როგორი ხასიათი აქვს? ადამიანები არჩევენ. ძალიან ისეთი დომინანტი ტიპები არიან, ძალიან ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვთ და რა თქმა უნდა, აი როგორც ვიზუალი აქვს, ხასიათიც და ამბობენ რომ ბრძანებების რაოდენობა, თქვა, ესენი უფრო მეტ სწავლობენ, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები და გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, უსინათლო ადამიანებისთვის ყველაზე კარგი კომპანიონები ესენი არიან. შეიძლება ვწვდები. ლაბრადორები. ლაბრადორები? ესე ლაბრადორები. ანუ ფორმა და ზომა გავს ერთმანეთს და შემეშალა. ეს უფრო და სხვა ეს სოციალიზაციაზე რო თქვით, ეხა ძალიან მომრავლდა ისეთი ადგილები, კაფეები, მაგრამ სადაც dog friendly აწერია. შეიძლება ძაღლთან ერთად იმოძრაო რა. ეს მომენტიც ხო რეალურად ეხა ჩვენი სტუმრები გადიან სოციალიზაციას აქ, იმიტომ რომ კამერები უცხო გარემო, უცხო ადამიანები სართულებზე ავედით, ჩამოვედით, კედლები სხვანაირია, განლაგება სხვანაირია და აი ზუსტად ეს არის რომ რა თქმა უნდა აქ უკვე ეთყობათ რომ პატრონი ძალიან ბევრს მუშაობს, ძალიან კარგად და აქტიურად არის ჩართული, იმიტომ რომ სხვანაირად ისე ადვილად შეეგუე, ხო ეხა პრობლემა არ ქონიათ ზოგადად, ხო მე ფანტაზიას უყურებდი როგორ გადმოყავდათ მანქანიდან და ეხა მოუწია, იმიტომ რომ დაუთქაცუნეს თითქოს. არა, ეს ეხლა მანამდე როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ, ცოტა ეჭვიანობენ შენი მეგობრები რომ მოდიან თუ მათაც ესე კარგად ეკცევენ. ეს გამოვიდა შოკიდან და დაიწყო კითხვები. აი ანასთან დეკავშირით მაინტერესებს. შენი მეგობრებიც უყვარს თუ უნდათ რომ შენ მარტო მათთვის იყო და ეჭვიანობენ შენს მეგობრებს, ანა. ეჭვიანობენ ცხადიან ანუკა. ანა გიჯერებენ შენ რაღაც როევნები მოდი, წადი. კი შეუძლია ჩვენოს კიდევაც. რაღაცა ηλექტრონული ეს ახლა ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ ეზოში ვინმე რო გამოძრეს, იმას ძალიან ცუდი დღე დაადგება. ანუ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს არის უნიკალური ძაღლი, არის მაღალი ინტელექტით. კი, გაინტერესებს. ულამაზესია, რა ვიცი, ნუ იგი მე ძალიან არის ლამაზი ნამდვილად. მაგაზე არ შეგეკამათებით. კი, შეგიძლიათ სახშიც დივანზე და სვათ ძალიან მეტრო როგორ ცვივა? არა, ნაკლებად. აბსოლუტურად. აცვივა? ნუ ცოტა არის სეზონური როგორც ყველას რა. როგორც ყველას. ნუ ეზოში თავისთავად ეზოში თუ ყავს როტველი რა ზედმეტი არ შემოვა ზედმეტს არ იკადე. ახლა რამე განსაკუთრებული ვარ ჭირდება აი რაღაცა ბავშვობიდანვე კინოლოგი საჭიროა ახლა კიდევ ერთი რჩევა თუ არასდროს არ ყავდათ თქვენი ძაღლი არ უნდა იყვანოთ როტველი პირველი იმიტომ გამოცდილება უნდა გქონდეთ. და ძალიან დიდ დროს კინოლოგი ეგრევე სკოლა აუცილებელი. ძალიან დიდ დრო ჭირდება ალბათ ეხლა ამის ლეკვი რო აიყვანო ძალიან დიდ დრო უნდა დაუთმო სავარაუდოდ რომ ესეთი ტიპი გახდეს რა. არა. არა? არა, მაგრამ უნდა დაუთმო.
ესე არა რომ სახში დივანზე დაჭდა რაც უნდა თავისი რაღაცა საკეთებს დღეში რამოდენიმე წუთი ნახევარი საათი რა რეალურად წვნის პროცესი ძალიან ცოტა ხანი გრძელდება აი მე როგორ დაწვან კი მაგრამ მისთვის ფეხები როგორ ამასაც ხომ მიღწევა უნდა რომ ერთმანეთთან მეგობრობდნენ კი რა თქმა უნდა კი ერთმანეთს არავინ არ არის ხო იდეაში არა დაძმა რამე არის გერმანელია ეს კაპიტანი მომავალ რამსებიან ვიდეო წყალი სამოედები რომ ყავს მამაშვილი არიან და ხოცავენ ერთმანეთს კი იქიდან ვიცი ხო ეგრე როგორც ადამიანები ისე არიან ესენი ეგეთ ნელა არა დრო აუცილებელი ნებისმიერ აი სტუმრად მოვედი თქვენთან მე სტუმრად მოვედი თქვენთან ფაბრიკას არის და აი რა ხდება მე ჩემები ისოში არის არა უნდა გააცნოთ ჩემი თავი თუ თვითონაც იციან ახან მოვედი და შეომიში უკვე კაი ტიპი ვარ თუ აი თუ თქვენ ხობის ხობი დაგეორდება თუ მე გაგიღეთ გამარჯობა გითხრათ რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არა არის ბევრი ხალხი ვინც არ დადის სტუმრად ვისაც იმათთან ვისაც აღლები ყავს კი აგერ ნანუკა არ დადიოდა მაგრამ სამყარომ და ღმერთმა ისე გააკეთა რომ მასთან მოდიან ნანუკას ნუ უყურებ რაჯიჯის ძაღლი არ უნახია აქ რა ერთის დავშვა ბალაბაი დავშვა ერთი რა ხო მოიყურებ და ნატალია მინდა კითხოთ აი ბავშვებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ძაღლთან ერთად გაზრდას და აღზრდას გიждები ახლა რომ უყურებ ბავშვისთვის ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ რა სწავლობენ ამ ბევრ რაღაცას სწავლობენ პირველ რიგში მოხანა უნდა სიყვარულს მოვლას მომავალი დედიკო იცით როგორ უნდა გაზარდოს როგორ უნდა დავარცხნოს ნუ აი ბევრი რაღაც თან თერაპევტები არის თამაშობს თუ სპორტაშორის იმუნიტეტი ძალიან მაღლა იწევს როცა ბავშვებს შეხება ძაღლებთან ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან როგორც ჯანმრთელობის მხრივ ასევე რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ან როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად კი ესე იგი გაიზარდნენ ხო ერთად სამივე ერთად გაიზარდა მოკლედ არ ვიცი მე კატოსანი ვარ ცნობილი კატები ძალიან მიყვარს თუმცა ამ ბოლო დროს ვამჩნევ მიდრეკილებას რომ მორიგჯერზე ძაღლი მივიყვანო სახში რომელსაც ჩემი კატა დაჩაგრავს დათრგუნავს მე ძაღს მივცე ვიღაცას მიეც ბავშვალი რომელს მოდი ჩემო პატარა გიაში გამიეც კარგი მიდი მოდი ეს გიაშიკებია გია და ესენი სწორი მართლა დაასხას ყველა ძაღლს აქვს თავისი სუსტი წერტილი რაღაც ორგანო რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ამათ რა აქვთ ესეთი სისუსტე რადგან დიდი ჯიში ზაღლი არის კარგ თემას ვეხებით ხშირად არის ხოლმე რომ აწუხებ დისპლაზია აი ზუსტად ეხლა აი ძაღლებმა გაიარეს ნატასაღლებმა დისპლაზიის ტესტი და ოფიციალურად უკვე ეს ნუსხაში და საბუთში ჩაეწერებათ რომ ეს ზაღლები თავისუფალი არიან დისპლაზიიდან არიან ჯანმრთელები და ძალიან აუცილებელია და აბსოლუტურად ყველა ძაღლს უნდა გაუკეთდეს რომ რა თქმა უნდა შემდეგში მათ მომავალ თაობებს არ გადაეცეს რაიმე პრობლემა ერთ-ერთი ნუ ზოგადად ყველა დიდი ჯის ზაღლის პრობლემა არის ეს სახსრები რა თქმა უნდა სახსრებიც კი იმიტომ რომ გამიგია რომ დიდ ძაღლებს ხო იმიტომ რომ რა თქმა უნდა არასწორი დატვირთვით არასწორი ვარჯიშით ეხლა ამას წინათ ვაპარაკობდით მე და რომ ვიტამინების ჭირდება ხო ფიზიკური ვარჯიში ზოგს გონია ხშირად გვინახავს რომ მანქანით არ ბენინებენ და რაღაც 10-15-20 კილომეტრს მოტოციკლებზე ნახე დღეს სკუტერით მიყავდა ძაღლი რო ეხა აი კიდე ის რა არის ზოგადად მე როგორც ვიცი აი ზედმეტად სითბოში რო ყავთ ხოლმე და მე გარეთ რო გადიან მაგ დროსაც ხო პრობლემა არის რა რაღაც ეხლა იყიდება რაღაცა რომ ჩაუფენე სახში და რო ცხელდება მე გავა და მაგრამ ზამთარს აფხლ უნდა კონდეს ის თქვა თუ ეზოში სახში უნდა იყოს მაქსიმალურად ესე დაბალანსებული ტემპერატურა რომ პირობითად რაღაც 40 გრადუს სიცხიდან უცებ -8 გრადუსში არ აღმოჩნდეს ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის ძალიან დიდი კარგი იყო მოკლედ ამათ სტუმრობა მართლა ერთი დიდი ძაღლი არის ჩემთან მართლა როგორი ურთიერთობა არის და გავგიჟდი რა ესეთი რამე მართლა არ მინახავს კი ეს ჩემი ჭიქიდან ეტანება წყალს ასე ადამიანს ერთ დღეს გარისკავდა რაღაც დიდ კავკასიურ დაგას მოიყვა ნელა ბიჭო ჩემს გვერდით ჩემთან ხალხს აგურამოში დიდი ალაბაი 7 თვის ერთხელ შეუნდა მოგიყვანო პირადად ის რა
დიდი მადლობა. აი ამაზე ორჯერ დიდია. მე კიდე მოგიყვან მალინუას ჩემსას, რომელიც მარტო საირნოს ბაგებში. შენთვის მოგიყვან იმ მალინუას. კარგი, წავედით მოკლედ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვციტე ორ სიტყვას, მე გემშვიდობით თუ რაღაც 5-6 წუთით და სპორტი იმედზე გადაცემა ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის შესახებ. გია ცეცაძე იქნება საფეხბურთო კლუბ რუსთავის მთავარი მწვრთნელი ჩვენი სტუმარი. დროებით. შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით. შაბათამდე.